საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 464,496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მართსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების